საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური ესტუმრა. გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკის თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალ პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში წელს დაგეგმილი ნატო-საქართველო 2025-ის სწავლება. მას საშუალება ჰქონდა ვიზიტის ფარგლებში მოენახულებინა JTEC-ის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები, გაცნობოდა ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნიკურ და სიმულაციურ საშუალებებს. კვირის განმავლობაში მას ასევე საშუალება მიეცა აქ მყოფი ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციიდან ჩამოსული სამუშაო ჯგუფის ნახვა, რომლებიც მუშაობენ ნატო-საქართველოს სწავლების 2025-ის შესახებ დაგეგმარებასა და აღსრულებაზე. ძალიან მაინტერესებდა საქართველოში, კერძოდ კი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, JTEC-ში არსებული სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, JTEC-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს. კონკრეტულად კი გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრისა და ცენტრის პერსონალის მიერ განხორციელებული სამუშაო პროგრამის ფარგლებში. JTEC-ის პროექტი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გულახდილად რომ ვისაუბრო, საქართველოში უნახე საკმაოდ ბევრი მიღწევა. ოფიცრების, სერჟანტებისა და სამოქალაქო პირებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში. ჩვენ თანამშრომლობთ JTEC-თან, რათა კიდევ უფრო განმოვითაროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.